Am წუთებში ყოფილი დიპლომატები აქციას უნგრეთის საელჩოსთან მართავენ და ორბანის ხელისუფლებას მოუწოდებენ მხარი დაუჭიროს ივანიშვილის რეჟიმის დასანქცირებას. ყოფილ ელჩებთან აქვთ ნაწამები ხალხის ფოტოებიც ევროკავშირის მიერ ოცნებისთვის აკრძალვების დაწესებას არ ემხრობა უნგრეთი, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, რომელიც რუსეთის მჭიდრო მოკავშირეა, ცდილობს ხელი შეუშალოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. ზურა პეტროსიანი ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში და გვეტყვის რა ხდება ამ წუთებში დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან გისმენ ზურა. კეიქეთი საპროტესტო აქცია უნგრეთის საელჩოსთან სულ რამდენიმე წუთის წინ დაიწყო და ეს ლოკაცია არ არის შერჩეული შემთხვევით, ვინაიდან უნგრეთის ამჟამინდელი მმართველის პრორუსი ორბანის პოლიტიკიდან გამომდინარე ეს ლოკაცია ყოფილმა დიპლომატებმა შეარჩიეს იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გამოეთქვათ საკუთარი პროტესტი იმ პოლიტიკის მიმართ, რომელსაც ატარებს ეს ერთადერთი ქვეყანა, ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ეს არის ერთადერთი დასაყრდენი, რომელსაც ასე იყენებს პროპაგანდისტულად ქართული ოცნების ხელისუფლება. გარდა დიპლომატებისა აქ არიან ასევე რიგითი ადამიანები, რომლებიც და აქტივისტები, რომლებიც არიან მოსული პლაკატებით, საქართველოს დროშებით და ამ პლაკატებზე მთავარი სიტყვა, რომელიც გასდევს საერთმოტივოდ ამ მსვლელობას არის სანქციები, ივანიშვილის სანქციები და დღევანდელი დღის კონტექსტში, როდესაც ჩვენ ველოდებით ამ სანქციებს და ეს მოლოდინის რეჟიმი არის უკვე ჩართული, მაშინ როდესაც მიმდინარეობს განხილვა დღეს, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე საქართველოს საკითხის, დღევანდელია ეს სიტყვა სანქცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და როგორც გითხარით, ეს არის დიპლომატების დღევანდელი მარში, ყოფილი დიპლომატების, რომლებიც ასეთი ფორმით გამოხატავენ პროტესტს და მე მაქვს ახლა საშუალება, რომ დავიწყო მათთან საუბარი. მოდით დავიწყოთ, ქალბატონ ნინო კალანდაძეს ვხედავ, საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრის მოადგილეს. რატომ აირჩა თითქოს გასაგები არის დღევანდელი ეს ლოკაცია, უნგრეთის საელჩო, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ ორბანის პოლიტიკის შესახებ, რომელსაც ეყნობა საქართველოს ხელისუფლება, რა მოლოდინი გვაქვს შესაძლებელი იქნება დღეს თუ არა გადალახვა იმ ბარიერის, რომელიც შეიძლება შექმნას ორბანმა თავის პოლიტიკით. ჩვენი თავარი სურვილი და მოთხოვნა არის პრინციპში ორი რამ. ორბანმა გამოიჩინოს ისეთივე გამბედაობა, როგორიც მან ერთხელ უკვე გამოიჩინა 2012 წელს, როდესაც ბევრი ევროპელი კოლეგისგან განსხვავებით ძალიან მტკიცე პოზიცია ჰქონდა პუტინის წინააღმდეგ და მან საქართველოში არსებული ტრიბუნა გამოიყენა, გაბედა საქართველოში ჩამოვიდა და საქართველოდან მიმართა ვლადიმერ პუტინს და დაგმო მისი იმპერიალისტური პოლიტიკა და ვინაიდან მას ყველაზე კარგად ესმის სინამდვილეში რა მიზანს ემსახურება დღეს პუტინისტური პოლიტიკა და მათ შორის პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილი, გვინდა რომ უბრალოდ აქტიური ქმედებებისგან შეეკავოს თავი. ჩვენი ამოცანაა, რომ მან არ გამოიყენოს ვეტოს უფლება, ჩვენი ამოცანაა, მან გააცნობიეროს რა საფრთხის წინაშე დგას საქართველო, ქართული დემოკრატია, მათ შორის რეგიონი, შეიკავოს თავი აქტიური პოზიციისგან და მოგვცეს შესაძლებლობა ჩვენც მოვიპოვოთ ევროკავშირის დროშა, როგორც მათ მოიპოვეს. როგორ მოგვარდა ეს საკითხი უკრაინის საკითხის განხილვა, როცა იყო, როცა ეს გაიყვანეს ფაქტობრივად. მას აქვს პერკეტები, მას აქვს შესაძლებლობა, მას აქვს ფორმალური შესაძლებლობა იმისა, რომ უბრალოდ თავი შეიკავოს და არ გამოიყენოს თავის ვეტოს უფლება და ჩვენ მოგვცეს შესაძლებლობა, რომ მოვიპოვოთ ევროკავშირის დროშა ჩვენი ბრძოლით, ჩვენი დემოკრატიით, ჩვენი მშვიდობიანი პროტესტით და აღვდგეთ წინ ოლიგარქიულ მმართველობას, რუსულ ოლიგარქიულ მმართველობას. მათ ხომ მოიპოვეს ევროკავშირის დროშა, მათ ხომ უკიდიათ თავიანთ საელჩოზე ევროკავშირის დროშა, რომლის დათმობასაც არ აპირებს ორბანის მოთაშორის და მოგვცეს შესაძლებლობა და ნუ შეგვიშლის ხელს იმაში, რომ ჩვენ მშვიდობიანად გავიაროთ ეს გზა და რაც თავარია ევროპელ კოლეგებს მიცეს უფლება გამოიყენონ სანქციების შესაძლებლობა უკანონო ქმედებების წინააღმდეგ. მადლობა. როგორც ხედავთ, მთავარი გზავნილი არის ის, რომ ორბანმა არ გადადგას ის ნაბიჯი, რომელსაც შეიძლება შეაფერხოს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია და პირიქით სანქციების საკითხი არის დღეს მნიშვნელოვანი. ჩვენთან ერთად არის ასევე უჩა წოწონავა, ჩვენი ყოფილი კონსული ოდესაში. მოგესალმებით. თქვენი სათქმელიც ორბანის პოლიტიკის მიმართ დღეს უნგრეთის საელჩოსთან ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც დღეს მიმდინარეობს განხილვა საქართველოს საკითხის. რა გაქვთ თქვენ როგორც ერთ დიპლომატს სათქმელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის? რა არის განსაკუთრებით სათქმელი ალბათ უფრო უნგრელი საზოგადოებისთვის გვაქვს ის, რომ სხვებზე უკეთ იცის უნგრეთმა რა არის რუსეთი და რა არის რუსეთის შავი ძალა, ხო, იმპერიალისტური ძალა, იმიტომ რომ ყველას მოგეხსენებათ 68 წლის წინ 1956 წელს რა
ამბები დააწია ბუდაპეშტს საბჭოთა კავშირმა იმის გამო, რომ მოინდომეს მათ თავისუფლება. და ეს მებრძოლი უნგრელი ხალხის თავისუფლების წადილი ჩაახშვეს სისხლში. და მაშინ უნგრეთი დარჩა მარტო. არავინ სამწუხაროდ გვერდით არ დაუდგა და თავის თავზე გამოსცადეს თუ როგორია რუსეთთან ბრძოლა ერთი-ერთზე. ამიტომ იმედი გვაქვს, რომ ძალიან გულთან ახლოს მიიტანენ ჩვენ ზუსტად იგივე სიტუაციაში ვართ ჩვენც ახლა, იმიტომ რომ ვართ და ჩვენი დასავლელი მეგობრების დახმარების იმედად და იმედი გვაქვს, რომ უნგრეთი ამას გაითვალისწინებს და ასე ვთქვათ არ შეეწინააღმდეგება ჩვენი რუსული მთავრობის, ეს უკვე რუსული მთავრობაა და არა პრორუსული ან რუსული მთავრობის დასანქცირებას, რაც ჩვენ ძალიან დაგვეხმარება თავისუფლებისათვის ბრძოლაში. მადლობა, ეს იყო უჩა წოწონავა. მე კიდევ ერთ დიპლომატს ვხედავ, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის მუშაობდა ამ შემთხვევაში საფრანგეთში და საფრანგეთის პოზიცია ჩვენ ვნახეთ ძალიან ღია და მკაფიო ამ დღეებში. მოგესალმებით, ბატონ მამუკა. მადლობა. საუბრობდით სწორედ საფრანგეთზე, რომელმაც ძალიან განსხვავებული პოზიცია გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. მოდით ჯერ ამაზე გკითხავთ, რას ელოდებით, იქნება თუ არა საფრანგეთი ის ქვეყანა, რომელიც ჩვენს მხარდაჭერას კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს და შეიძლება ერთგვარად გაგვიყვანოს ამ კრიზისიდან თქვენ, რადგანაც კარგად იცნობთ მათ პოლიტიკას, ეს პირველი კითხვა იქნება თქვენთვის. ჩვენ გვაქვს პატარა ისტორია საფრანგეთის მხრიდან დახმარებისა, გახსოვთ რომ ომის დროს პრეზიდენტმა სარკოზიმ ძალიან დიდი როლი ითამაშა, რათა საქართველოს ოკუპაციამ თავიდან აგვეცილებინა. დღესაც მაკრონის პოზიცია საკმაოდ დამაიმედებელია, რადგანაც მან ფაქტიურად თავისი პერსონალური იმიჯი და პოლიტიკური კაპიტალი ჩადო ამ ჩვენი პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში. ის აქტიურობს, ელაპარაკება როგორც de facto ლიდერს ამ ქვეყნისა, ისე პარტნიორებს ევროკავშირის ფარგლებში და ამ დღეებში, როგორც დღეს, ასევე კვირის განმავლობაში ევროკავშირში, ბრიუსელში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი განხილვები, რომელშიც საფრანგეთი თავის როლს ითამაშებს, რათა შეკრას ერთიანობა, ერთობა ევროკავშირის ფარგლებში, რათა ერთიანი პოზიცია იქნას შემუშავებული თბილისის კრიზისთან დაკავშირებით. ეროვნული პროტესტის შეკრების ადგილი არის უნგრეთის საელჩო, ვიცით რატომაც. თქვენ როგორც ერთი დიპლომატი, რა გზავნილი გაქვთ თქვენი კოლეგებისთვის, რომლებიც აქ მუშაობენ და რა თქმა უნდა ორბანის პოლიტიკის მიმართ თქვენი გზავნილია. ორბანის პოლიტიკა არ ახალია, მისი პრორუსული პოზიცია ჯერ კიდევ 10 წლის წინ დაფიქსირდა და მას შემდეგ ხმავდება, მას ძალიან კარგი და მეგობრული ურთიერთობა აქვს პუტინთან, აქედან გამომდინარე ის ყველაფერს აკეთებს, რათა ევროკავშირის ერთობლივი პოზიცია სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით არ იქნა შემუშავებული, მათ შორის საქართველოს კრიზისთან დაკავშირებით და ძალიან მნიშვნელოვანია ეს ხალხი, ვინც აქ მოდის, აქტივისტები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რათა მათ გააგონონ ხმა, როგორც საელჩოს, ისე მთლიან უნგრეთის მთავრობას, რომ საქართველოს საზოგადოებრიობა არ ეთანხმება მათ პოზიციას და ორბანი უნდა დაემორჩილოს მეტნაკლებად იმ საერთო განწყობას და სულისკვეთებას, რაც ბრიუსელსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში არსებობს. ამიტომ მისასალმებელია ამ ახალგაზრდების და საქართველოს საზოგადოების წარმომადგენლების აყვავი. მადლობა, ეს იყო მამუკა კუდავა, საქართველოს ყოფილი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში. როგორც გითხარით, პროტესტი ჯერ სულ ახლახანს დაიწყო და გარდა დიპლომატებისა აქ იმყოფებიან, რა თქმა უნდა, სამოქალაქო აქტივისტები, ასევე ახალგაზრდები და ვხედავთ, რომ გარდა ამ პოსტერების ასევე არის იმ ადამიანების ფოტოებიც, რომლებიც ფაქტობრივად რეჟიმის ძალადობის მსხვერპლი გახდნენ. მოდით მარიამ თქვენთან გავაგრძელებ საუბარს. სანქცია, ეს არის თქვენი დღევანდელი გზავნილი უნგრეთის საელჩოსთან, რატომ? პირველ რიგში ჩვენ ამ დროის განმავლობაში აქტიური პროტესტი გქონდა თბილისში და არა მხოლოდ თბილისში, საქართველოს სხვა ქალაქებში. მნიშვნელოვანი არის ასევე დასავლეთის მხრიდან მათი გამოხმაურება და მნიშვნელოვანი არის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება, ვინაიდან რადგანაც ქვეყნის შიგნით პროტესტი არ არის მხოლოდ საკმარისი და აქედან გამომდინარე მოვედით დღეს სწორედ აქ, იმიტომ რომ ჩვენი აქ მოსვლა სიმბოლური არის და ვითხოვთ უნგრეთის ჩართულობა სამ ყველაფერშიც და მნიშვნელოვანი არის ევროკავშირის სახელმწიფოებმა მკაფიოდ თქვან და დაასანქცირონ ერთხელ და სამუდამოდ ბიძინა ივანიშვილი.
მადლობა და როგორც თქვით, აქ დიპლომატების რაოდენობა სულ ემატება და კიდევ ერთ დიპლომატს მინდა გავესაუბრო, ბატონი ვალერი ჩიჩუა, მექსიკაში ყოფილი ელჩი თუ ზურაბ ბოდიში გიხდით იორდანიაში კი ბატონო, ბოდიში გიხდით და შემდგომ მექსიკაში, აი მექსიკა მახსოვდა. მოკლედ თქვენს ბრძანდებით დღეს უნგრეთის საელჩოსთან, მოდით თქვენი პოზიცია მოვსვით, თქვენი მთავარი გზავნილი, თქვენი კოლეგების მიმართ, დიპლომატების მიმართ, რომლებიც მუშაობენ აქ. მე დიპლომატიურ სამსახურში 32 წელი ვიმუშავე და ჩემი კარიერის დასაწყისში ვერ წარმომედგინა რომ დღევანდელ დღემდე მივიდოდა ჩვენი სახელმწიფო ესეთ სავალალო მდგომარეობაში როგორც ახლა არის სამწუხაროდ საგარეო საქმეთა სამინისტროში ისევე როგორც სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში სამწუხაროდ აღარ დარჩა ადგილი ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ ღირსების განცდა, თავმოყვარეობის განცდა და სამშობლოს სიყვარულის განცდა. აი ეს არის ჩემი გულისწუხილი და რაც შეეხება ახლა დღევანდელ ჩვენს აქციას, მინდა რომ პროტესტი გამოვაცხადოთ უნგრეთის სახელმწიფოს პოზიციასთან დაკავშირებით. ვინაიდან ეს ევროკავშირში ამას რა თქმა უნდა გაეცემა პასუხი ამ პოზიციას, მაგრამ ჩვენი მხრიდან უნდა იცოდეს უნგრეთის სახელმწიფოს ხელმძღვანელობამ და პირადად ორბანმა, ვიქტორ ორბანმა, რომ ეს სახელმწიფო პოლიციური სახელმწიფო სტანდარტებსაც კი აღარ აკმაყოფილებს. მაშინ, როდესაც მშვიდობიან მანიფესტანტებს, დაპატიმრებულებს ფიზიკურად უსწორდებიან და ცემენ, აი ამის მერე რაზე უნდა იყოს საერთოდ საუბარი და რა მხარდაჭერაზე უნდა იყოს უნგრეთის მხრიდან საუბარი ჩვენი დღევანდელი მესვეურების მიმართ. თქვენ ხედავთ რომ მთავარი გზავნილი დღეს არის სანქციები, ჩვენ ვიცით რომ დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი განხილვები და ეს განხილვები გაგრძელდება. როგორი არის თქვენი მოლოდინი? იქნება თუ არა საბოლოოდ გადადგმული ნაბიჯები ამ ტარგეტირებული სანქციების მიმართულებით, განსაკუთრებით რა თქმა უნდა ვსაუბრობთ ივანიშვილზე და მის ახლოგარემოცვაზე. მე მჯერა რომ ეს წნეხი საზღვარგარეთიდან ჩვენი დასავლელი პარტნიორებიდან გაგრძელდება დღევანდელ რეჟიმზე, მაგრამ ჩვენ უნდა ქართველებმა, ქართულმა საზოგადოებამ ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ პირველ რიგში და არ შევამციროთ ის წნეხი, რომელიც დღეს ქუჩაში არის და ჩვენი გასაკეთებელი ჩვენ უნდა გავაკეთოთ და ევროპელები და ამერიკელები და ჩვენი პარტნიორები რაც გააკეთებენ ეს მეორე თემაა და ამაზეც ჩვენ ჩემი კოლეგებიც ყველანაირად ვცდილობდა ყველა ღონეს მიმართავთ იმისათვის რომ სწორად მივაწოდოთ ვითარება რა მდგომარეობაა დღეს საქართველოში და რა მოლოდინები გვაქვს ადეკვატური მათი მხრიდან. მადლობა, აი ასეთი არის დიპლომატების საპროტესტო ხმა, აქცია ისევ რა თქმა უნდა გრძელდება იმ ძალიან მნიშვნელოვანი კონტექსტის პარალელურად, რომ საქართველოს საკითხის განხილვა გრძელდება ბრიუსელში და რა თქმა უნდა, მთავარი მოლოდინი არის სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და მეორე გზავნილი, რომელიც დღევანდელ საპროტესტო აქციაზეც ისმოდა, ეს არის ახალი არჩევნების მოთხოვნა, რომელსაც რა თქმა უნდა ევროკავშირის წევრი ქვეყნები უნდა დააკვირდნენ, ვინაიდან სხვა ტიპის არჩევნებს უბრალოდ რეჟიმის მსახური ცენტრალური საარჩევნო კომისია ვერ ჩაატარებს და მხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დაკვირვების ქვეშ შესაძლოა რომ აი ეს კრიზისი გაიწოვოს და ახალი არჩევნები იქნება ამ კრიზისიდან გამოსავალი.